გონიათ, რატომ აღიზიანებს ცნილ თაობას ახალი თაობა? მე რომ მკითხო არ ეს ძალიან ისეთი მითია ეგ რომ ძველი თაობა გააჩნია. თაობებს შორის ყოველთვის არის რაღაცა კონფლიქტი, მაგრამ თუ აი დედას, მამას უნდა რომ შვილებთან კონდეს კარგი ურთიერთობა, უბრალოდ უნდა იმეგობრონ, მეტი არაფერი. და მიიღონ მათი შეხედულებები, როგორც თავისთვის სასიკეთოდ, იმიტომ რომ მათი შეხედულება ეს პროგრესია. ამიტომ ვინც ადამიანები ვინც პროგრესირებს, იმას არასოდეს არ ექნება კონფლიქტი და პირიქით. ძალიან კარგი ურთიერთობა ექნება ახალ თაობასთან და მე პირადად ესე ვარ. იმიტომ რომ მე მათგან ვღებულობ იმას, რაც მე არ მაქვს და ვსწავლობ და ისინი სწავლობენ ჩემს გამოცდილებას. და ყოველთვის თუ ესეთი დამოკიდებულება ექნება ახალგაზრდებსაც და უფროსებსაც ერთმანეთის მიმართ, არასოდეს კონფლიქტი არ იქნება. ერთსაც გითხავთ, როგორ გონიათ უსმენენ ახალგაზრდებს ძველი თაობის წარმომადგენლები? ვინც არ მოусმენს, იმას ყოველთვის კონფლიქტი ექნება. და ამიტომ უნდა მოусმინოთ ერთმანეთს და საერთოდ ადამიანებს შორის, როცა არის სიყვარული, როცა არის ურთიერთგაგება, ნახე ურთიერთგაგება ის არ ნიშნავს რაღაცა. მოусმინე, დაფიქრდი, არიჩხუბო, გადახარშე და მე ყველაფერი კარგად იქნება.